ბატონ ზალ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. მადლობა რომ გვითმობთ დროს. პირველ რიგში გითხარით 29 დეკემბრის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ვითარება, რა სურათს ვნახავთ ახალ წელს საქართველოში. გამარჯობათ. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა თქვენ. ძნელი სათქმელია, ხა მე ძალიან რთულია, არაპროგნოზირებადია სიტუაცია და მე მიჭირს რამე კონკრეტული თქმა თუ 30 წლის შემდეგ რა იქნება. მე ძალიან როგორც თქვენ ბრძანეთ, ორ პრეზიდენტობა იქნება ალბათ. ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი გვეყოლება, ქალბატონი სალომე, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის წარმომადგენელია და რომელიც პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და წარმოადგენს ლიდერს არა მარტო უცხოეთში და ასახავს იმ რეალურ ვითარებას და იმ რეალურ სურათს, რაც დღეს საქართველოში ხდება და ასევე ქვეყნის შიგნითაც მე რაც მომისმენია, ყველა მომიტინგე იქნება თუ პოლიტიკოსი, ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სახელმწიფოსი და წარმომადგენლად ქალბატონ სალომეს ასახელებს. ხოლო რაც შეეხება მეორე პრეზიდენტს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პარლამენტი იყო არალეგიტიმური იმ მომენტში, რომ საერთოდ სხდომა ჩაეტარებინა და მით უმეტეს ეს ფარსი იყო ეს არჩევნები, არ ვიცი, კომენტარის გაკეთებაც ალბათ ზედმეტია ყოველივე ამაზე. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ესეც გამოყენებული იყო ოცნების მიერ ამ ინსტიტუციის დაკნინების და ამ ინსტიტუციის დაქვეითებისთვის, ესე ვთქვათ. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ვარიანტი შემოგთავაზეს ოცნების წარმომადგენლება პრეზიდენტის კანდიდატის, რომ თვალნათლივ ეთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი, ის იქნება ჩვენი წარმომადგენელი და გააკეთებს იმას, რასაც ოცნება ეთქვის. ამიტომ ფორმალურად ვის დააყენებდნენ, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა და გარკვეული სიმბოლიკაც იყო იმაში, რომ ის პიროვნება წამოაყენეს და დანიშნეს პრეზიდენტად, რომელიც დღეს მათი წარმოსახვით საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს. კი ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, თუმცა ამას მკაფიო რეაქცია ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების ნაწილში, ხომ? იმიტომ რომ ივანიშვილის პარტიის რიგებში ყველაზე ცუდ კანდიდატად მიიჩნევა ყაველაშვილი, ვინც ოლიგარქმა შეარჩია და აარჩევინა შემდეგ უკვე პარლამენტს და ცხადია ამაზეც გაბრაზდა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი. კი გეთანხმებით, რა თქმა უნდა გაბრაზდა და მეც საკმაოდ გავბრაზდი და გარკვეულად შეურაცხყოფილი იყო ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ამ კანდიდატურის გამოყენება. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ამითი მესიჯი იყო ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი. ეს იყო ჩემთვის, ესე იყო აღქმული ოცნების მესიჯი, თორე ის, რომ საქართველოს მოსახლეობა და მათ შორის მე გავბრაზდი და შეურაცხყოფად ვიგრძენით თავი ამ კანდიდატის გამოყენებით, ეს რა თქმა უნდა ამაში სულად გეთანხმებით. ბატონ ზალ, მესმის რომ სცენარებზე საუბარი რთულია, მაგრამ მაინც ახალი წლის შემდეგ ფიქრობთ, რომ გვექნება კიდევ უფრო მეტი კრიზისი და მეტი ესკალაცია, იგივე ტრამპის ინაუგურაციამდე ვითარების მეტნაკლებ ცვლილებას არ ელოდებით, შეგვიძლია ასეც ვთქვათ. კიდევ ერთხელ ძალიან ძნელია ჩემთვის რამის წინასწარ თქმა, როგორ გაგრძელდება მოვლენები. ფაქტია, რომ ქვეყანა არის კრიზისში და ეს კრიზისი თავისით არ განელდება. მე რასაც უყურებ და რასაც ვკითხულობ და რაც კომუნიკაცია მაქვს საქართველოსთან, ხედავ რომ შემართება და განწყობა მოსახლეობის პირიქით აღმავალზეა და მეტი და მეტი ხალხი გამოდის გარეთ და აფიქსირებს თავის მოწოდებას, რომ არჩევნები გაუქმდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. რა თქმა უნდა, ეს მე მგონია, რომ ეს არ განელდება და არ ამგონია, რასაც მე საერთაშორისო პრესიდან უყურებ და რაც კომენტარებს ვკითხულობ უცხოელი ლიდერების და პოლიტიკური მიმოხილვების, არ ამგონია, რომ ტრამპის არჩევნებმა რამე შეცვალოს. უბრალოდ შეიძლება პირიქით მეტი დრო და საშუალება იყოს იმისთვის, რომ გარეშე მოვლენებზეც გააკეთონ კომენტარი და მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს და არ ამგონია, რომ ეს ყურადღება ოცნების სასარგებლოდ იყოს მიმართული. ესე რომ კრიზისი სახეზეა და ერთადერთი გზა თუ კი ამის სურვილი არის, იქნება ის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სხვა
ბუნებაში სხვა გამოსავალი ამ შექმნილი სიტუაციიდან მშვიდობიანად დასრულების მე ვერ ხედავ და მგონია რომ არც არსებობს. აი ამის მიღწევამდე სალომე ზურაბიშვილს ხედავთ გამაერთიანებლად, ან რაში გამოიხატება ეს, თუ ის არის უკვე ასეთი გამაერთიანებელი პოლიტიკური ლიდერი? მგონია რომ ბოლო თვეის მანძილზე დაახლოებით თვე გავიდა რაც არჩევნები ჩატარდა თვეზე მეტი მკვეთრად გამოიხატა რომ ქალბატონი სალომე არის გარკვეული გამაერთიანებელი ძალა და ეს აღიარებულია არა მარტო პროდასავლური პარტიების მიერ, მათი გამოსვლებიდან და მათი ქმედებებიდანაც ხშირად დავინახეთ ეს, ასევე მოსახლეობაშიც, ხო? თუნდაც აი თქვენ აჩვენეთ კადრები მისი გამოსვლა ხალხში, ხო? როგორი ენთუზიაზმით და როგორი პოზიტიური მუხტით იყო გამშვალული და მისი რეაგირება, მისი თანადგომა და მისი მხარდაჭერა მოსახლეობის ამ ლეგიტიმური პროტესტის მიმართ ასევე ჩემთვის თვალნათლივ ასახავს, რომ რეალურად დღეს ის წარმოადგენს არა მარტო სახელმწიფოს, არამედ საპროტესტო მუხტის ერთ-ერთ მთავარ წამყვან ძალას. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენს უცხოელ დასავლეთის პარტნიორებთან და მე მგონია რომ მათი მხრიდან ის აქტიური მოწოდებები ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი არაღიარება ლეგიტიმაციის ჩატარებული არჩევნების ასევე გარკვეულწილად თუ არა დიდწილად ქალბატონი სალომეს დამსახურებაა რომ მან ეს საკითხი ძალიან ფართოდ წარმოადგინა ყველა დასავლეთის ევროპის და ასევე ამერიკის ლიდერების წინაშე და მგონია რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა შიდა პროტესტი და საგარეო ზეწოლა ოცნებაზე ეს კომბინაციაში ეს ორი ფაქტორი მიგვიყვანს ჩემი კი ბატონო სხვათა შორის ვადამდელ არჩევნებამდე ახალ არჩევნებამდე კაია კალასაც კითხეს დღეს პრეზიდენტზე თქვა რომ სულ მცირე 29-მდე ის პრეზიდენტია და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ანუ 29 დეკემბრის შემდეგ მაინც დასავლელ პარტნიორებსაც შეიძლება გაუჭირდეთ ამ მიმართულებით უფრო მკაფიო განცხადებების გაკეთება თუ არჩევნების ლეგიტიმაციას არის მიბმული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხიც არ მინდა მე ხამ დეტალებში შევიდე და ვიწინასწარმეტყველო რა იქნება და როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში ჯერ ვადა არის 29 დეკემბრამდე და 29 დეკემბრამდე ქალბატონი სალომე არის ოფიციალურად პრეზიდენტი და მე მგონია რომ 29-ის მერე ის შეიძლება რომ იყოს ლიდერი იმ მოძრაობის რომელიც მიმართული იქნება ახალი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ისე გამოვიდა რომ მომავალზე დაგისვით ბევრი კითხვა, ამიტომ თქვათ შედეგზე რომელიც გვაქვს უკვე პროტესტის მე-19 დღისთვის. რა არის ამ პროტესტის მთავარი მიღწევა თქვენი აზრით? რა შედეგი, რა ხელშესახები შედეგი აქვს ამ დროისთვის იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად დგანან ქუჩაში? შედეგი მე მგონი თვალნათლივია. ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან რომ ამ პროტესტმა მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა. არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ესეთი მასშტაბური მე პირადად არ მახსოვს რომ ეს ერთდროულად და პარალელურად ამდენ ქალაქში საქართველოს მასშტაბით ამდენი ხნის მანძილზე ყოფილიყო პროტესტი და ეს სწორედ იმას ასახავს რომ ეს არ არის გარკვეული ჯგუფის ან გარკვეული პარტიების მიერ ორგანიზებული პროტესტი როგორც უნდა ამის წარმოჩენა ოცნებოს არამედ ეს არის საერთო სახალხო უკმაყოფილება რომელიც მოტივირებულია იმით რომ ხალხში არის ეს ახმა და ლეგიტიმური ახმა რომ გაყალბებული იყო არჩევნები და ხალხი მოითხოვს სამართლიანობას. მეორე ის რომ ეხლა მე აქ ჩემ კოლეგებთან და უცხოელებ თანამშრომლებთან და მეგობრებთან როცა ვსაუბრობ ისინი აღფრთოვანებული არიან და გაოცებული არიან და ბევრს უთქვამს რომ ყველაზე ევროპული ქვეყანა დღეს საქართველოა და ყველაზე მეტად ევროპის დამცველი და გულშემატკივარი საქართველოა ევროპის გაერთიანების ქვეყნებთან შედარებითაც კიო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ეს ერთიანობა ძალიან თვალნათლივ ჩანს აქედან და ყველა საინფორმაციო საშუალებები ახალი ამბები განიხილავენ ამ მოვლენას და მერწმუნეთ რომ მოსახლეობა ძალიან
პოზიტიურად აღიქვამს ამ მოვლენებს. კი ბატონო, ყურადღება ნამდვილად არის ძალიან დიდი ამ პროცესების მიმართ, მაგრამ რამდენი საკმარისია ნაბიჯები, რომელიც იდგმება დასავლეთის მხრიდან, პრეზიდენტთან ხომ არ გქონიათ ამ თემაზე საუბარი. თავად საჯაროდ მან თქვა, რომ ყველაფერი იცის, თითქოს გულის წყვეტას გავდა ეს. მგონია რომ მეტი გაკეთება არის საჭირო და მგონია რომ უფრო მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი, თუნდაც სანქციების მხრივ იქნება თუ უფრო გამოკვეთილი მხარდაჭერა, არა მარტო სიტყვიერი, არამედ საქმით და მგონია რომ აქეთკენ მიდის უკვე ეს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ შემოღებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც იმედი მაქვს ასევე ფინანსური სანქციების მოყვება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია და მგონია რომ მომავალში ამ კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება ეს მოქმედება დასავლეთის მხრიდან და ნამდვილად ეს აუცილებელი არის იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იქნეს და ვაიძულოთ ოცნება რომ დანიშნოს ახალი არჩევნები. კი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში ვიზიტის დროს მაკრონისთან შეხვედრის შემდეგ ასევე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს. აი როგორ გგონიათ, საფრანგეთის პრეზიდენტი შეძლებს რეალურ შუამავლობას საქართველოში არსებული ვითარების, ამ კრიზისის მოგვარების კონტექსტში? მგონია რომ მისი მიმართვა ქართველი ხალხის მიმართ და ის რომ მან გაუკეთა ორგანიზება ქალბატონი სალიმოს და ტრამპის შეხვედრას მიუთითებს იმაზე, რომ ის მოწადინებულია და მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი შუამავლობა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტული იქნება ჩვენი ქვეყნის და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის დამოკიდებულებაში. საფრანგეთი გამომდინარე თავისი როლიდან ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ თუ კეთილი ნება იქნა, საფრანგეთს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საქართველოს კეთილდღეობისთვის და მომავალი ევროპული სვლისთვის. კეთილი ბატონ ზალდა, ბოლოს უნდა გკითხოთ, არჩევნებამდე მედია ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდა თქვენს კანდიდატურას, რომელსაც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი დაასახელებდა ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მაშინ არ უპასუხეთ მედიის შეკითხვებს, არ გააკეთეთ ამაზე კომენტარი. ახლა ხომ არ გაქვთ სურვილი უფრო მეტი ვიცოდეთ ამ თემის შესახებ? ახლა ბევრი დროა საკმაოდ გასული. ვიცოდეთ მეტი ეროვნულმა მედიამ. ალბათ ახლა სხვა უფრო აქტუალური საკითხებია, ჯერ უნდა მოვიპოვოთ უფლება, რომ დავნიშნოთ ახალი არჩევნები, გავიმარჯვოთ ახალ არჩევნებში და შემდეგ ყველაფერი გარკვეული გეგმით და თანმიმდევრობით წარიმართება. ანუ ასე შეგვიძლია გავიგოთ, რომ გქონდათ შემოთავაზება. ამ თვითონ ეს საკითხი მე მგონი აქტუალური არ არის, მე მგონი გაცილებით უფრო აქტუალურია, რომ ვაიძულოთ ოცნება დანიშნოს ახალი არჩევნები. მესმის მედიის ლექსიკონში ამას ქვია არც უარყოფ, არც ვადასტურებ, ასევე ეძახით ხოლმე.